კვლავ თქვენს წინაშე ვართ. საღამო მშვიდობისა გქონოდეთ, ღამე მშვიდობისა გქონოდეთ თქვენ ჩემო მეგობრებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. გეგა ხვედელიძე და ვექა თაუბერი. ჩვენ ვიქნებით დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. ჩვენ წინა ფორმატშიც შევძელით მთელი რიგი ტკივნეული საკითხები, ნაწილი რა თქმა უნდა მიმოგვეხილა. აქ არ არის მხოლოდ საუბრები, აქ არ არის მხოლოდ დამუნათება, აქ არ არის მხოლოდ მხილება ან რჩევები. ჩვენ გვაქვს და არაერთ გზის მიუწოდებია ამ პოლიტიკურ ერთობას, კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსს, არაერთ გზის რეცეპტი, გამოსავალი, მართლაც და ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოხსნისა და საერთოდ იგნორი მიიღეს და იგნორს ღებულობთ ყოველთვის. ერთი რამ არის სათქმელი გეგა. ეს ადამიანები გავანებოთ თავი ახლა ამათ რაც ემართებათ და რაც დაემართათ, ბევრჯერ მithქვამს, ვიტყვი კიდევ, სულ მართალიას პრინციპმა და სულ მართალნი ვართ ამ პრინციპმა შთანთქა ეს ადამიანები. ისე შთანთქა, რომ უბრალოდ გონების თუნდაც ნატამალი სინათლისა დაუკარგა და ერთმანეთს უნდობლობით ეს გამოდის. საქართველო პატარაა, მეგობრებო. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა თქვენთან რა ხდება, ჩვენ არ ვიცით? თქვენ მართლა არ იცით რეგიონი და არც გინდათ გაიგოთ რეგიონებში რა ხდება. ვითომ ებრძვით კორუფციას? კორუფციასთან ბრძოლა როტაცია არ არის. აიცით ხას უსვავ. გასვრილი ადამიანების გადაგდება და მოქნევა, თქვათ უხეშად და გასასვლელების, ახალი გასასვლელების მიღება და მათ მიმართ დირექტივები ისეთი, როგორიც ეძლევათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მამა მარჩენალის სეთურის ინტერესებში შედის. და თქვენც რა თქმა უნდა პრაგმატიზმს აქ ხედავთ. როგორც ხედავდით პრაგმატიზმს, როცა deep state-ი გაძალებდათ თურმე. თქვენ ჯიბის პრაგმატიზმზე აქვს საუბარი. თორე თქვენ იმდენი მხნეობა ვინ მოგცათ? თქვენ მხნეობა მრავალგზის გამოიცადა და არავის არ ახსოვთ თქვენი თავი, როცა ასევე და მართლა უხსენებელ ასე ვთქვათ რეჟიმს ვებრძოდით ჩვენ და რეჟიმი გვებრძოდა. დიახ, ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა აი მაშინ როცა ადამიანები შიმშილი ზღვარზე არიან. ახალგაზრდები, მოსწავლეები, სტუდენტები, ბავშვები, ანუ ახსაზრდელები, რომელთა უპირველესი, რომელთა მიმართ ზრუნვა სამწუხაროდ, აი ამ ხელა მართლა ღვთივ კურთხეულ და თვითკმარ ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით, ჩვენი საბადოებით, ჩვენი წიაღისეულით თვითკმარ კი არა მხოლოდ ორი საქართველოს ხელა რესპუბლიკას შეინახავს საქართველო აი იმ დიდი სიმდიდრით და არავინ არ შემედაოს რა სიმდიდრე გვაქვსო. ამასაც თავის მიზან მიმართულებით ასე ვთქვათ განავრცობენ ხოლმე გარკვეულწილად ტარგეტული მეთოდებით რა იმ მიზან ჯგუფებთან, რომლებიც ჩვეულებრივად დაბრმავებულის პოზიციიდან ღებულობენ და იმეორებენ შემდეგ ქვევრივით რა, რომ ჩაძახებ და ამოგძახებს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს არანაირი სიმდიდრე და გარედან უნდა გვარჩა. არა ბატონებო, არა. მაგრამ ეს წიაღისეული ალბათ 0.1% თუ ეცხება ქვეყანას და ისიც საკითხავია ეცხება კი. ამიტომ ადამიანები როცა შემშილობენ, ბავშვები განსაკუთრებულად, როცა წეხანას თქვი ურნებია დანაწილებული, როცა სამათხოვრო პენსია, როცა სამათხოვრო ხელფასია ბატონებო. საერთოდ სტატიკურად ევროპისკენ რომ მიისწრაფოდით, საშუალო ხელფასისგან, მათი საშუალო ხელფასისგან ძალზედ მკვეთრად განსხვავდება თქვენი საშუალო ხელფასი და ეს 450 ლარს არ აღემატება. ხშირ შემთხვევაში დაბალიცაა ხელფასები. აი ესაა თქვენი ეკონომიკური ინდექსები. და ამ დროს კორუფციას ებრძვიან გეგა. კორუფციასთან ბრძოლა რა არის? მე თქვენ გეკითხებით. საერთოდ აბსოლუტურად ყველას. ის არის, რომ ვიღაცას ფარულად რაღაცა მიზნებისათვის
რაღაც დავალებების შესასრულებლად ან შესრულების შემდეგ რაღაც თანხა მოვაწვ, თანხა მიაწოდოთ, ჩაუდოთ ჯიბეში, ან რამე ესე თქვა სიკეთე ბრჭყალებში მიიღონ მათ თუნდაც მატერიალური კუთხით და ასე შემდეგ, ნივთიერი კუთხით. ეს არ არის მხოლოდ კორუფცია, მეგობრებო. კორუფცია არის, როცა წამალს ვერ ყიდულობს პენსიონერი და საერთოდ ძირითადი ნაწილი ქართველი მოსახლეობისა. თუ ესე გაგრძელდა ეს მიგრაციის ქაოსი, ქართველი მოსახლეობა თითებზე ჩამოსათვლელი გვექნება. როცა სამკურნალოდ ვერ მიდიან და საერთოდ სამკურნალო ფულები არ აქვთ. როცა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა რაღაც ძალიან მწირ ნოზოლოგიურ, ასე ვთქვათ, სპექტრს აფინანსებს, თორედ ძირითადად ჯიბიდან იღებს პაციენტი ფულს, ხომ რომ გადაიხადოს. ამხელა გაზრდილ ფასებთან კავშირში და პარალელურად აი ამ ბედოვლათების 16,000 ლარიანი ხელფასები და გაცილებით მეტიც, კაცო, სხვადასხვა სეგმენტი, ხელფასები და ზემოდან პრემია დანამატები კიდევ ორმაგი და სამმაგი. ეს კორუფცია არ არის? მე თქვენ გეკითხებით. დაკანონებული კორუფცია არ არის? უკანონობასაც აკანონებთ, თქვენ პატრიარქმა გითხრათ, ეს უკანონობის დაკანონება არ ეგების, არ იქნებაო ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, იქ საყდრისზე მოგიწოდათ, ყველაფერზე მოგიწოდათ, როცა გაცილებით მხნედიყო ჩვენი ეს ცოცხალი მოსიარულე ტაძარი და ღმერთმა გამოაჯამრთელოს უფრო მეტად და დიდხანს სიცოცხლე მისცეს. დიახ, და უკვირთ მერე რამ დააძაბუნა ასეო და როგორ არისო ეს 100 წლის ადამიანები გვინახიაო ჩვენო დარბიან პატრიარქზე პარალელს მაგაზეც ხო გეუბნეოდენ უნდა ვაკრიტიკოთო ჩვენო კაცო ეს შეუქმებელი ფიგურაო არ გეგონოდო პატრიარქს უნდა ვაკრიტიკოთო მოსვლისთანავე გაამწვანა 2012 წელს მოსვლისთანავე გაამწვანა ეს თქვენს მამა მარჩენალზეა მეგობრებო რა ის მეგობრებო პატივცემულებო ხო პატივი ნაცემი გააქვთ თავისთავად და დღესაც ხალხს ისე არ ეკითხებით რომ მათ ხელში მათ ჯიბეში ყოფთ ხელს და აი ასე ბიუჯეტი თქვენ ჯიბეთ გახადეთ ეს კორუფცია არ არის ასე რომ სასაუბრო მრავალია მე მინდა თუ შეიძლება ტელეფონის ნომრები ამოვანათოთ ეკრანზე დაინახონ და რადიო მსმენელს შევახსენოთ 557 88 558 ველოდებით ჯარებს და მინდა ერთი გთხოვოთ აქ მრავალი ადამიანი რეკავს ეს არის უპრეცედენტო რამ რაც ტელევიზია ობიექტივში ხდება რომ აბსოლუტურად ყველა ზარს ვღებულობთ ჩვენ ზოგი ვიცით ახლა ზოგს ლექსიკაზე ვცნობთ ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირებს და ასეთი ხალხიც და მისიებით რომ რეკავენ, მისიებით და დავალებებით. ესეთებიც არიან ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ცუდი, ესე იგი გვისმენენ, ჩვენ ვერ გავკადნიერდებით ისე როგორც პატრიარქმა ბრძანა. ჩვენგან კადნიერება იქნება, მაგრამ ცუდს არ ჩვენ არ გეტყვით არასდროს, მაგრამ პატრიარქს ერთხელ მიაწოდეს ეს ყველასთვის ცნობილია და დიდი სიამოვნებით გავიხსენებდი. ტელეფონს აწვდიდნენ და მეორემ დაუშალა ეს ტელეფონი ისმინებაო, მაშინ აფხაზეთთან დაძაბული ვითარება იყო, ან როდის არ იყო დაძაბული ამ მთელი 30 წლის განმავლობაში. და მე რა თმინდა ეს ტელეფონი რომელიც არ ისმინებაო ბრძანა პატრიარქმა, სულ მაგას ვშევი და მაგას ვამბობ რომ მომისმინეთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა თავის დროზეც რომ მოგვესმინა დედა ეკლესიისათვის ჩვენ ამ ვითარებამ გამოვიდოდით და გეგას სრულად ვეთანხმები რომ ყველაფერი მიზეზშედეგობრივია უფალის განგებულება უფლისა ძალზედ ისეთია მართლაც ანუ რომ ვერ გაიგებ კი უნდა ეძიო უფალი მაგრამ ამაოა ზოგჯერ ასე ვთქვათ მარტივი მცდელობები უფლის განგებულების რადგან არასწორი მიმართულებით ერთ სასულიერო პირს ველაპარაკებოდი რაღაც 1-2 თვის წინ შორის რა ჩვენი ესეთი მეგობარი შენც იცნობ ეხლა უბრალოდ აქ დიახ არა არ არის საჭირო დასახელება ნუ ჩვენი კარგი ღირსეული სასულიერო პირი და მაგან თქვა სხვადასხვა და ეს ეხლა გამახსენდა აი შენ საუბარზე გამახსენდა რომ
რამდენი საუკეთესო ინიციატივა ქონდა უწმინდესო, რა კარგი ინიციატივებით გამოდიოდა თავის ეპისტოლეებში, ხადაგებებში, რომ პირდაპირ გზას გვანახებდა ერს და სახელმწიფოს, როგორ უნდა განავითარებულიყავით, რა ნოვაციები შეიძლება შემოგვეტანა, რები დაგვენერგა ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და როგორ დაგვეწყო ქართველი ერის აღმშენებლობა და განვითარება. და საუბრობდა წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს და ამ ხელისუფლების დროსაც, რა. და ბოლოს, როდესაც უკვე ყველაფერი ამოწურა უწმინდესმა. ნუ მე როგორ გაჟღერდა ბოლოს ერთხელ მახსოვს ის თქვა რომ მე მგონი აღარაფერი აღარ გვეშველებაოდა. კი ბატონო, გამახსენდა. ზარი არის და მოუსმინა და მოგბრძანდით გისმენთ გამარჯობა. ხო, სალამუშილობისად ბატონო ბექა, ბატონო გეგა, მე თქვენ გულს კარგად ვიცნობთ, ახალ მოურავის სამადობით. გიორგი ლომია მალხან სოფუია და სხევი. ძალიან მიწიერი გუნდი ხართ. აი, სათავეში მე თქვენი ხაზამჭერი ვარ ნიჭმისის ხეობიდან, ისტორიული ჩვენ ხეობაზე იყო დიდი დავით აღმაშენებელი ვაკედან ავიდა დილგოზე რომ ომი მოხდა. დიახ. საკუთარ ხალხს და გლეხს ეფერებოდა ეს ჩვენი დიდებული მეფე. საკუთარ ხალხს ეფერებოდა, ასე კი არ იყო ქართველი კაცი დაჩაგრული. ხო და ხალხს ჯეროდა მეფის და მიზევდნენ თორე თუ მეფეს არ მოეფერებოდა ხალხს და ხალხი არ იზრდებოდა, ასე ომს ვერ მოიგებდა ის. კი ბატონო, სრულიად გეთახმებით. და თან ჩვენს მეფე. ვინ არიან, ვერ გავიგებთ, ვინ არიან. ჩვენ ხოჩორბუჩკა, ბიჭი, გოგლი მოგლით გაზდივი, დადისი, საუდის არაბეთში, უნგრეთში 50-ჯერ ჩავიდა. ასე ის უნდა გავაკეთო სახლებს აშენებს 50 სართულიან და სოფელს მიანება თავი. ეს არის დოულათი დავკარგე. აღარ ჟიამულობს სოფელი ჩანკუდარია ყველაფერი, აღარ ხარი, აღარ კამეჩი, აღარ ძოხა, აღარ სვირი, აღარ სხვა არაფერი არ არის. ყველას უჭირავს ტელეფონი, ყველა გენიოსი, დოდადდება მივაიქე სახელმწიფო სათავეში, თვითონ მინიშნა მე ხელფას, ყველაფერი და ხალხს არავინ არაფერს არ გაკითხება. ხო შეიძლება ჩვენ ხალხი გავბრაზე და ჩვენ აჯანყების უფლებაც გვაქვს. აი ჩემნაირ ხალხს და ბატონები ჩვენმა წინაპრებმა გადაყარეს და თავები დააჭერეს და გადაყარეს. აი ესე ახალი ტიპის ბატონები არიან, ბატონი. ამას ესე ლაპარაკი არ ესმის. ხელფასა თვითონ ინიშნებენ, ყველაფერს თვითონ აკეთებენ. ხალხი ბოდიშიკი და ფეხებზე კიდიან. ამისთვის პარლამენტში უნდა შეიქმნას ისეთი ჯგუფი, თუ გინდა აი სასულიერო პირების სამადობი. იმაზე ნამუსიანი ხალხია სასულიერო პირებში, რომელსაც ერი გაყვება. 33 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ამას ხელფასი უნდა დაუდგინოს. 3000 ან 2000, მე რო პენსიას მაძლევს 400 ლარს თუ 300 ლარს, შენ იმყოფინო, შენ იმყოფინე პაპუაშვილი ხარ თუ ვინ განდაბახავს, შენ იმყოფინე ეს დაბალი 2000, 3000 თქვა. ჩვენ დავაშავეთ ხალხმა. აი ესე 12 წელიწადი არაფერს არ აკეთებს, გამოვა ასე და არავინ არაფერს ხალხს არ ეკითხება, ჩვენ ვართ აი ესე შემოყავ ვიღაცები. ხო და ესე გაუმედურებული ყველაფერი, სოფელი თუ არ აღდგა, დოლარი თუ არ მოვიდა ქვეყანაში, არც ევროს კავშირი გვიშერის, არც ამერიკა, არც არავინ. გეთახმებით. ხალხი თუ არ ამუშავდა და ხალხმა რწმენა აღუდგა ხალხს, შრომის მილ, ქართველ კაცს, ყველაფერი წავახელდა. პირველი უნდა შევქმნათ დოულათი. გეთახმებით. რომ ინტელიანი ზიარ გავლიოს. დოულათი ვინც უნდა შექმნას? მოვიდნენ აკავლის ბატონებო. დიახ, აბსოლუტურად გეთახმებით. მირესალმები, იმაზე ძალიან ძალიან ნიჭიერი და ერის ხალხი ხართ მაგ. აი თქვენი სამადობი. დიდი მადლობა ყურადღებით. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მაგრამ მე წეღანაც ვლაპარაკობდი, დოულათი ვინც უნდა შექმნას, ვინც ეს მიწები უნდა დაამუშავოს, ის ხარი და კამეჩი უნდა წემსოს, ვინც საქართველოში უნდა აწარმოოს და უნდა განავითაროს ქვეყანა. ეს ადამიანები ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ საქართველოს დაიცალოს და ქვეყანა დატოვოს. მე უამრავ პირადად ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლებიდან და რაიონებიდან გარბიან, ზოგი ეხლა რიგში დგას და ელოდება მომენტს რომ გაიქცეს, ზოგი უკვე წლებია გაიქცა და ის
დოულათის შესაქმნელი ასპარეზი, რომელიც მე მოგახსენეთ, რაც ლევიანთა წიგნში წერია მეთქი, ძველ აღთქმაში რაც წერია, რომ ერს სამოღვაწეოდ ღმერთმა მისცა, ღმერთი ამბობს, ჩემია ეს მიწა და შენ მოგეცი იმისთვის, რომ ერმა იმოღვაწეოს, სწორედ იქ შექმნას ის დოულათი და სწორედ იქ აწარმოოს ის მიწა დახნას, იქ მოაშენოს პირუტყვი, ანუ რაც უფალმა ჩვენ გვიბოძა საარსებოდ ეს სოფლები და ქალაქები და რაიონები, იცლება ქართველებისგან და ხდება ეთნიკურად ამ მიწების ჩანაცვლება და დაპატრონება უცხო თესლის მიერ, აი ამისთვის არის განგაში ზარების შემოსაკრავი და ჩვენზე ხორციელდება ძველი აღთქმის აი ის საფრთხო სასჯელი, რო წერია რომ მდგმური რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, შენზე მაღლა წავა, შენ კი სულ დაბლა დაეშვებიო. აი ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გაუაზრებელმა მტრულმა ანტიქართულმა ანტიეროვნულმა პოლიტიკამ და უწოდეს სნეულებას და სნეულება და გაგეცნება სნეულება ამბობს ლაო ძი. დავსვათ დიაგნოზი. და ერთს დავამატებდი გეგა გეთანხმები. აქ პიროვნებამ ჯერ მადლობა ზარისათვის. ესეთი რამ ბრძანა რომ ჩვენ გვაქვს უფლებაო და ასე ვთქვათ აჯანყებისკენ და ასე ვთქვათ საერთო გამოსვლისკენ უფრო ქმედითი აქტივობისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ ეს საკითხი დასვა. პატივცემულო, ქართველ ადამიანს აჯანყება არ ესწავლება ძალიან კარგად იცით, ჩვენ არა მხოლოდ ბახტრიონი, რაც ჩამოთვლის იმდენ დიდ ბრძოლას და ყველა ბრძოლა მეტად თუ ნაკლებად ეს მართლა საღმრთო ომი იყო რამე თუ ბრძოლის მიზანი. აი ჩვენს გარშემო ჯარულ მტერთა მხოლოდ იყო ერთი რამ, რომ ქვეყანა გაენადგურებინათ, გადაესახლებინათ, ვაზი აეჩეხათ და აქ სხვა ტომი ასე ძალადობით დაესახლებინათ. დღეს ძალადობა ამჩნევთ არაა საჭირო, პირიქით ფართოთაა კარები გაღებული, თან სულ ახალგაზრდები შემოყავთ, აი ეს ტომები, რომელთა შესახებ გეგამ კარგად თქვა, რომ არანაირი იდენტიფიცირება ჩვენ მათთან არ აგვაქვს, თუმცა კი რელიგიურად, ქრისტიანულად ეს ადამიანებიც მოყვასნი ბრძანდებიან ჩვენთვის და გასაჭირში მყოფს ყველას ხელი უნდა გაუმართოთ, მაგრამ როცა მთავარი გაჭირვება და უბედურება შენ ქვეყანას სჭირს და მთავარი ხელის გასამართი რომ შენახარ და გგონია ხელისუფლებაში მოიყვანე ძალა, მამული, ენა, სარწმუნოება, აბაღირსება, აპა ევროპა, შალვა პაპუაშვილი ბრძანებდა წეხან კაცო ტელევიზიით იყო რაღაც კაცს მოუკარი თვალი, ევროპა ჩვენა ვართო კაცო. ევროპა ჩვენა ვართო, მეგობრებო, ევროპა ჩვენ კი არა ვართ. ევროპის შეიძლება ტრიგერიცა ვართ ჩვენ და მასწავლებელიც და მეხამრიდიც ვიყავით. ისტორიულად. დიახ, აქ შემოხეტებული მტერი, რა თქმა უნდა, ძალზე დასუსტებული, ან სულ ვეღარ აღწევდა ევროპამდე და ასე რომ ვალშიცაა ევროპა გარკვეულწილად. ზარია ეთერში. საღამომშვიდობის. არის მის კარგად ცოტა ხმამაღლა თქვით. და ამის თქმა მსურდა რომ რეალურად თავების დაჭრა და რაღაც ახსენეთ და ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ყველანაირ ქმედებას ოღონდ გარდა ერთისა რომ გამოვიდეთ და იმ ადამიანებს რომელთაც ლეგალიზაცია მისცა ჩვენმა ასე ვთქვათ მეოცნებე ხელისუფალმა ხო მათ შევებრძოლოთ ეს არასწორი იქნება არამართებული არაგონივრული ჩვენ ვისთანაც რა გვაქვს მოსათხოვი ჯერ იმას უნდა მოვთხოვოთ ზარია ეთერში მობრძანდით გისმენთ თუ ამოიღებთ ხმას ნამდვილად გავიგონებთ მოვისმენთ მე მგონი საუბრობს და არის მის არა რაღაც ხდება ზარზე ესეც გაითიშა ხო და თან ესეთი რამ თქვა კიდევ პაპუაშვილმა რა ეს მარგალიტებს ესენი ხო ხშირად აბნევენ რომ ევროპაზე თქვა გავიგეთ ხო გასაგებია ან ევროპას როგორ ახსენებთ კაცო მაგრამ შემდეგ თქვა რომ აი ეს დედამიწაო კაცო ეს საბჭოთა კავშირიაო ევროპა საბჭოთა კავშირშია დედამიწაო ბრტყელიაო ვინ სიტყოდაო ბრტყელიაო ხო
ისო გადარჩებოდაო რა და ბრწყელი არ არისო ვინც ამბობდაო ხო ის ვერ გადარჩებოდაო აი მე კი მინდა გითხრათ რომ ბრწყელი და ერთგვაროვანი არის თქვენი მატერიალური კეთილდღეობისთვის ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ აი ბრწყელი და ერთგვაროვანი რა ზარია ეთერში გამარჯობათ ისმენთ თქვენ იქნება აუწიოთ ხმას ანუ რა ხმა არის მის უკვე ალო დიახ ისმენთ ისმის შემეხვა ისმის და ცოტა ტელევიზორიდან თუ მოშორდებით უკეთესად მე გავიგებთ რაჭიდან მიერგავთ კენონსოლებ დიდ პატრიქს თქვენ სულ კარგ ცენებზე საუბრობთ მე და ცოტა ესეთი რამე შეგეკითხოთ დემოგრაფიაზე საუბრობთ დემოგრაფიაზე დიახ იმიტომ რომ მე რაჭაში ვცხოვრობ ექიმიკაცი ვარ და იცლება სოფლები იხურება სკოლები და იხურება ბაღები ხალხი გარბის თქვენში 10 კაცი გრობა ერთი ბავშვი წლებს იბადება და რაღაც ხომ არ უნდა შეიქმნას ამ კომისია სახელმწიფო რომ ამ თემაზე რაღაცა ოდიკროთ არ არის სამკვარში მარტო ილია მეორის ეს ესმის ხო რამდენი მდგომარეობა ჩვენ საქართველოს ვარ ძალიან პატარა ქვეყანა და მრავლდება სხვა ეთნოსი და კი ბატონო გასაგებია დიდი მადლობა მე კითხვისათვის დაამბულინგია პატრიოტიკაცი ვარ კაცო მე სამბიჯი გავზარდე მაგრამ აი მარიხუანაზე არიან შემიძლია მთელი ახალგაზრდობა გაიხარეთ აბსოლუტურად ჩვენც იგივე პათოსით და იგივე გულის ტკივილითა და განცდით საუბრობთ როგორც თქვენ მოგმართეთ მაგრამ აი სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ მთელი ეს წინა და ეს გადაცემა და გავიმეორებ იმ სიტყვებს რაც წეღან მე ვთქვი დაწერილ ძველ აღთქმაში რომ მდგმური რომელიც შენს კარზე ცხოვრობს შენზე მაღლა წავა შენ კი სულ დაბლა დაეშვებიო ეს წერია ძველ აღთქმაში როგორც საღვთო სასჯელი და როდესაც აი ასეთი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება ერი ვალდებულია გულის ხმა ჰყოს რატომ აღმოჩნდა რატომ დაეშვა მასზე ეს სასჯელი და რის გამო ანუ ეს პირდაპირ განსაზღვრულია ბიბლიურ სასჯელად აი ის რასაც მოგახსენებდა და ეს ექიმი ადამიანი იქნებ ჩვენ რაღაცაში დამნაშავეები ვართ თუნდაც იმაში რომ უკვე მერამდენე წელია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რომ ვერ გავაცნობიერეთ რომ ჩვენი პირადი ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები არ უნდა ვანაცვალოთ ქართულ სახელმწიფოებრიობას და ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა და ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადავცეთ იმ ადამიანებს ვინც სწორედ თუნდაც ამ დემოგრაფიულ პრობლემას მოაგვარებს და არა მარტო ამას კიდევ მრავალ სხვას რომელიც ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე არსებობს იქნებ იმის გამო ვისჯებით და იმის გამო ეს ყველა განსაცდელი რომ კარტოფილის დარიგებაზე და ნარკო იმაზე რა ქვია პროგრამებში ჩართვებზე და 1000 ასეთ მდარე რაღაცეებზე რაც ყველამ კარგად იცით ხა მე რა დავწროლმანდე სწორედ აი ეს იყო საფუძველი იმისა რის გამოც ეძლეოდა აი ხელისუფლებებს წლებისა და 10 წლების განმავლობაში პოლიტიკური ლეგიტიმაცია რის გამოც ხალხი მიდიოდა და არჩევნებზე ამ ხალხს აძლევდა ხმას ჩვენი მოწოდებები რჩებოდა ხმამღაღადებლისა როგორც იყვნენ უდაბნოსა შინა ზოგი დაგწინოდა ზოგი გვაგინებდა ზოგი წეული და ყველანი ესენი უფალმა აკურთხოს თანახმად სახარების სიტყვისა მაგინებელთა და მაწყევართა ჩვენთან ვაკურთხებ და ვლოცავთ არავის მიმართ პირადი მტრობა და შუღლი არა გვაქვს მაგრამ გავაცნობიეროთ ის რომ ის მდგომარეობა რის გამოც ჩვენ ასეთ დღეში ვართ ისევ და ისევ ჩვენი ბრალია და ჩვენ ვისჯებით ჩვენზეა ეს სასჯელი ჩვენ თვითონ დავთესეთ ვიმკით იმას აი ამაზე გვმართებ ჩვენ გასაგებია გეგა მე კოლეგას მინდა მივმართო ჯერ მადლობა უთხრა ამ ზარისათვის იცით ეს მიზანმიმართული პროექტია პროექტი ბრჭყალებში ეს პროგრამაა მიზანმიმართული რომ სოფელი დაცარიელდეს ქვეყანა დაცარიელდეს თორე თქვენ ახლა როგორც ექიმი დარწმუნებული ვარ თქვენთვის ნებისმიერი ჯურის ნებისმიერი ტომის გვარტომის ადამიანი პაციენტია თავისთავად მაგრამ სწორად ბრძანეთ რომ თქვენი ქვეყანა გაღელვებთ რა თქმა უნდა თქვენი ქვეყანა გაწუხებთ და ეს რა თქმა უნდა გაცილებით დიდი რამ არის რადგან
თუ ექიმის პროფესია კოსმოპოლიტური პროფესია და მე აქ ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. ნებისმიერი კოსმოპოლიტიზმის ასე ვთქვათ გამოვლინება უნდა იკვებებოდეს ნაციონალური ფესვებიდან. დიახ, იმ ეროვნული ფესვებიდან უნდა იყოს ნასაზრდოები, რაც აუცილებლად მიგიყვანს აი ზოგად საკაცობრიო ნიშნულობის და ფართო მასშტაბის სიკეთეებამდე. ძალიან კარგად აქვს ჩვენს დიდ სიკადულს მთისკაცს მართლა ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმზე და საერთოდ მრავალი წერილი აქვს და აი ძალიან ასე ვთქვათ მის კონტექსტშიც გითხარით ახლა ეს ჩემი აზრები. ზარია ეთერში შემოგზავნით. მოგესალმებით. მშვიდობა გქონდეთ. სამწუხაროდ ხშირად არის მის ქალბატონო და იქნებ გაგვაგონოთ უკეთესად. რატომ მეორდება მარლო მე თქვენმა გასუხურნა აუ არის მის იგივე ტელევიზორიდან ოდნავ მოშორდეთ და ისე დაგველაპარაკოთ რა დაიჭა გაითიშა ხო არ ვიცი ტექნიკური ხარვეზე იყო ალბათ და თუმცა სხვა ადამიანები რეკავენ არაერთი რეკავს იქნებ მეორედ ეცადოთ კიდევ და ასე თქვა დარეკოთ რა ეს ძალიან კარგი იქნება და თქვენი საწუხარი გითხრათ, თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. იცით, ჩვენი ტრაგედია რაში მდგომარეობდა ჩვენო პატივცემულო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, რომ აი ერთი აი შევარდნაძის სიძულვილით მოხდა სააკაშვილის არჩევა. ჯერ მანამდე ზვიად გამსახურდია შეიძულა ადამიანებმა ზოგმა მონანიება თქვა მე რაღაცა დაუშვათ საჯარო სინანული გამოხატა ზოგს ეამაყება რო ებრძოდა ზვიაც საუბედუროდ მაგრამ სიძულვილებმა აგვარჩევინა და დაგვასმევინა თავზე სწორედ ის ადამიანები რომლებიც გარედან მართულნი ხოლოდ გარე დირექტივებს მიჩვეულნი და შესაბამის თამასუქებ მიღებულნი და რა ვიცი განებივრებულნი დღემდე ასე ვთქვათ ვერ ვიტყვი მე სხვა სიტყვას არიან მართლა ჩვენს თავზე მოკალათებულნი. მე მიშა სიძულვილმა ეს ბატონი დღეს რო ბრძანდება და საიდან რას მართავს, როგორ მართავს, ყველაფერი რომ ხელის გულზეა. ასე რომ, როცა სიძულვილით აკეთებს ერის საქმეს, იქ კეთილი ნაყოფი წარმოუდგენელია. აი, როცა გულიდან და გონებიდან სიყვარული არ არის თლიანად ატროფირებული და არის ნატამალი კეთილგონიერებისა, მოყვასის სიყვარულისა, სიბრალულისა, მეგობრებო, დიახ, სიბრალულისა. ჩვენ მქონდა წეხან საუბარი მე გეგას აქ ამ ოფისში ჩვენს პოლიტიკურ ერთობას ქალბატონ ირმამ თავისი, რა თქმა უნდა, დაბეჯითებით და ესეთი მკვეთრი მართლაც ბრძნული აზრი გამოთქვა, რომ ის რაც არაერთ გზის თვითონ კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსმა უგმოქმედებია, ქართული იდეაც არ დავზარდებოდით ხოლმე ამ საკითხს ხშირად ვაშუქებდით და მიქონდა ადამიანთა ყურამდე როგორც შეგვეძლო, რომ ჩვენი ნების უზენაესობა რომ დამკვიდრდეს მეგობრებო ეს კონსტიტუციურად უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციურად უნდა გაიწეროს ის კი არ უნდა გაიწეროს რომ ჩვენი მიზანია მიზნად რომ აქციეს ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებაო იცით ნებისმიერ ალიანსში გაწევრიანება უნდა იყოს ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისათვის და ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ განვითარებისათვის თუ არის ის შესაბამისი და ადეკვატური ასე ვთქვათ მართლა განვითარება ასე რომ ინსტრუმენტს რომ მიზნად აქცევ სიძულვილით რომ სხვას ირჩევ ის სხვაც როგორი აღმოჩნდა და ეს ესტაფეტა ასეთი მართლაც გრადაცია თუმცა რა გრადაცია ეს დეგრადაცია რაც სახეზეა დღეს ხო ეს რა თქმა უნდა ვერანაირ კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს ვეთანხმები გეგას საღმრთოდ გადაუდგმელი ნაბიჯები საღმრთოდ უფიქრალი გონება საღმრთოდ
გატარებული ნებისმიერი დღე და თუნდაც საათი ხო სერაფიმ ებრძანებს. თუ ყოველ წუთში არ ახარ ქრისტიანი, თუ ყოველ წუთში არ გიყვარს შენი მოყვას, შენი უფალი, რა თქმა უნდა არ ახარ ქრისტიანი. არანაირად არ ახარ ქრისტიანი და როცა ქართველი იდენტიფიცირებული იყო მართლმადიდებლობასთან, მართლმადიდებელთან, დღეს კი ვიცით რა სურათია. დღეს კონკრეტულად ეს ყველაფერი ნიველირებულია, შეიძლება ითქვას. აი გამოსავალიც ეს არის ბატონებო, რომ კონსტიტუციურად ჩვენ გვექნება საუბრები ამის თემაზე. დიახ, ჩვენს 1921 წლის კონსტიტუციაში კი ეწერა ხელმწიფობის აქტი, მაგრამ ეს რომ გასაგები იყოს ყველასათვის და ამ კონდიციამდეც მივალთ. ეს რეფერენდუმზეა დაახლოებით საუბარი. რეფერენდუმის ძალით, რომ შეგეძლებათ რაიონში ქალაქში, სახელმწიფოში ნებისმიერი თანამდებობის არჩეული პირის უკან გამოწვევა, აქ არის უკვე თქვენი ნების და თქვენი ნების უზენაესობის გამოვლენა და ეს იქნება კონსტიტუციურად გამყარებული. განა ვინმეს ნება სურვილზე, განა ვინმეს სამზარეულოში ნათქვამი რომ კანონად იქცეს, არა ბატონებო. თვითონ კანონის გამოწვევაც კი ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია და არა დემონოკრატია, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ზარია ეთერში, აბა იქნება ახლა გავიგონოთ ხმა. საღამომშვიდობი. შვიდობა მოგწესოთ. და არა არ გიშლით საუბარში ხელ. არა, გისმენთ, ჩვენ გისმენთ. საღამომშვიდობისა. ძალიან მიხარია თქვენი ობიექტივი, ყველა ჟურნალისტები ისე გადახარდება ხვალინდელ დღესაც, რომ თქვენ შეხვიდეთ პარლამენტზე, ეგენი თუ გასუცავდეთ, გამოვიდე გარეთ, რომ აი საქართველოს უწელოთ, ხალხს უწელოთ. ძალიან გაწირვებაშია. პენსია გამოვიდანე დრო იყო რომ მე ეკონომიური დაავადარე ეკონომისტების დროს ბანკში ვუშაობდი 0%-ში წესკებს აძლევდნენ. ჩემი პენსიით რატო უნდა სამართლა 23%? ღმერთის არეშულია. დიდმე ვიყო, გიცხვა იყო. აი ერთმა ქალბატონმა იყიდა წამლები და ყიროდა, რატო ტირი ხართ მე უცხარი და ხმარიო ჩავარლი მყავსო წამლები უყიდეო და ფული არ ამაქვს. ამოვიღე, იმიტომ კი არა მე ტრაბახობ რაღაცა დილარი. ნილეთე ანე უყიდეთ ნოქა. ან მე რამ მაქვს და 200 დილარი გამოტარელი პენსია. ესეთი ცხოვრება როგორ შეიძლება ბატონებო აი გეხვეწები თქვენ შედით პარლამენტში და რადგან ეს არჩევნები ხელმეორედ შედით ადამიანები ხართ თქვენა თარხან მოურავი იმენში თქვენ ყველა კარგები ხართ გულით გველაპარაკები გულით პაპუაშვილი რო ამბობს რომ იმყოფინონო ჩაიდოს ჯიბეში ეს პენსია და თუ ეყოფა თავის ოჯახს და ამ თვითონ და დაჭდეს სახში მთელი გონება უნდა წაართვათ მაგას აბა ვნახოთ ერთი თუ ეყოფა ეს პენსია სირცხვილი არ არის გეთახმებით არ შეიძლება რა ხორც და იმას ხოვერი ხიდით ამას ვეცდოთ იმ ხელა ფასები აქვს რომ არ ვიცი რა უნდა ვქნათ დახოთ განერანტი ხასუნა ვიცხოვროთ პენსიონდება აი არ სირცხვილი არ არის დიახ სირცხვილი მაინც რატო არ ხმევენ ამ 23% რა 5%-ი წაგვართვან 23% რა ამბავია ეს მის ქალბატონი მადლობთ ყურადღების ბოდიშით რომ ემოციით გელაპარაკებთ ყველა აი ვინც გელაპარაკებათ ყველა ჩვენაირი ადამიანები ვართ მადლობა გაიხარეთ ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ და ნუგეში მოგცეთ და წყალობა არ მოგაგლოთ დიდი მადლობა ზარისათვის რა თქმა უნდა სრულიად გითანაგრძნობთ და გასიგრძე განებული გვაქვს ეს დიდი პრობლემატიკა თქვენ ზღვაში წვეთი თქვით ახლა ყველას ვერ მოყვებოდით რაც კი შეგეძლოთ გეთქვათ თქვენ ბრძანეთ რომ გულით იხარჯებითო გულით გვესაუბრებითო ჭეშმარიტად და იცით გულითაც რომ გვისმენთ ჩვენ შევიდეთ ესე არ გამოვა თქვენ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში ანუ რას გულისხმობ თქვენ გვერდზე მყოფს თქვენს მეზობელს თქვენს ნათესავს თქვენს თანამშრომელს თუ ასე შემდეგ სადაც ადამიანებო რომლებიც თანამოაზრენეობთ ხმა მიგიწვდებათ დღესდღეობით ახლა საკრებულოს არჩევნებისთვის ემზადებიან როგორ მივლენ იქამდე ძალიან ძნელი სათქმელია თუ
თვითონ ეს პოლიტიკური ერთობა ყოველთვის მზადაა ნებისმიერი არჩევნებისათვის. ყოველთვის მზადაა. ასე რომ იქ თუ იმდენად დრაკონული რაც დღესდღეობით ასე ვთქვათ შექმნეს და კიდევ მეტად რეგულაციებს მოუჭირეს, ეს მე გითხარით წეხანაც. ეს ამას ბუმერანგის თვისება აქვს მეთქი. არ ვიცი როგორ მიხვალთ არჩევნებზე. თუმცა ვინც არ უნდა დანიშნოს და რაც არ უნდა მოხდეს, აქ მეორე საფრთხეც იქმნება. თქვენი დარჩენა ხელისუფლებაში თვითონ თქვენთვის არის საფრთხე ბატონებო. კარგად მოისმინეთ. თქვენთვის არის საფრთხე. ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ეს დიდი პრობლემაა, რომ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რამე თუ თქვენ არ გსურთ მოქცევა ისე როგორც ქვეყანას ეკადრება და სჭირდება. და მეორე საფრთხე კი იცით თქვენი სულიერ გენეტიკურიც ალბათ მემკვიდრეები. წინა რეჟიმის გაგრძელება ხომ ხართ კაცო? წინა რეჟიმის არქიტექტორები რომ არიან, ხმალალესილნი და სულ ავიც თვალის დახამხამებაში რომ წაგაგდებინებენ თავს და ამის კარტ ბლანში რომ მხოლოდ თქვენ მიეცით და არა ჩვენ პირიქით გავაშიშვლეთ, ხელის გულზე დაგიდეთ, რეჟიმის გასამართლებაზეც ყველანაირი პირობა შეგიქმენით, იქ ხელმოწერებით და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ თქვენ მიიღეთ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. ბრძნული გამონათქვამია ქართულ ფოლკლორში არაერთხელ, როცა ხეს კანი ძურება არის ეს პერიოდები, მაშინ უნდა აძურეს. მერე სისხლმდენია და ვაი თუ ხეს უფრო მეტი სისხლი გამოედინოს თუ მის ამძრობს. ესეც საკითხავია. ზარია ეთერში, მოგძანდით. თუ გესმით. დიახ, გესმის. ძალიან გქონდა ეს მაინც დავამთავრებინეთ, ამას წინა დავრეკე და არ მოეწონათ და გამიწევთ. ხო, იმედი არ შეგვაგინებთ, თორე რომ შეგვაგინოთ, ჩვენ არ გაგითიშავთ. გაგითიშავს ტექნიკური ჯგუფი. მე ჩვეულებრივად ვაპარაკობ, უბრალოდ ამანთვაბრებ. ჩვეულებრივად გისმენთ მე კაცო. აი კი წინა მთავრობა იყოს სტადისტები, მართლა სტადისტები და მართლა გადასაშენებლები. ესენი არიან უნიასოები, ესეც ვიცით, მაგრამ მარტო ამაზე ლაპარაკი და მარტო სტრიფტი კრიტიკი რა გავიგოთ? გამოსავალი შემოგთავაზეთ. ხო და დამამთავრებინე, რომ უთხარი ლომიას რომ ერთი გადაცემა არ გვეყოფაო ჩვენი ხელ არ გვიდა ბატონო. თითო გადაცემაში თითო თქვენი ხედვა თქვენასაპირ თითო საკითხზე სამთვისკენ მომოწები. მარტო კრიტიკა ვიცი ალილუიასავი დავიძებინე. თქვენ რაც აპირებთ, რიგი უნდა უშვებოთ. ხალბატონო, არ გირჩევნიათ რომ ვისაუბროთ? ვხედოთ ხალხს. რომ ვისაუბროთ, არ გირჩევნიათ? ხალბატონო, ბოდიშვით ერთი წუთი იქნება მომისმინოთ. საკითხი რო განიხილოთ, არ შეიძლება. ალბათ ამიტომ გაგითიშეს რომ არაც დიდით ბატონ გიორგი ლომიას საუბარს და იქნება მომისმინოთ 2 წუთი და გეტყვით, გაგცემთ პასუხს. მე თუ წეღან გვისმენდით, ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ ერის გადარჩენისა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სახელმწიფო რეფერენდუმს. ანუ ჩვენ მიგვაჩნია და ვთვლით და ამას არაერთ გადაცემაში ვსაუბრობ და დღესაც ბევრი ვილაპარაკეთ. ანუ და ამას ჩვენ ვუწოდეთ ერთი წუთი მომისმინეთ თუ შეიძლება. ჩვენ გვაქვს მაგაზე საუბარი რომ ერის ხელმწიფება ნიშნავს იმას რომ თქვენ როგორც მოქალაქეს და არა მარტო თქვენ თითოეული ჩვენი ერის წარმომადგენელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიეცემა უფლება, მიეცემა საშუალება და მიეცემა ხელმწიფება, რომ თავად განახორციელოს სოციალურ-პოლიტიკური ის მოქმედებები ქართული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ ცხოვრებაში, რაც ეგზისტენციალური, როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება ამბობს ხოლმე, ის ეგზისტენციალური სახელმწიფოებრივი საკითხები გადაიჭრას, რაც საქართველოს გამოიყვანს აი ამ ჩიხიდან და ამ კრიზისული
მდგომარეობიდან. ანუ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც ჩვენ ქართულ ხალხს ვთავაზობთ, არის ის პირდაპირი დემოკრატია, რომ თუ პატრიოტთა ალიანსი მოვა საქართველოს მმართველ ორგანოებში და მიეცემა ძალაუფლება, მიეცემა ლეგიტიმაცია პოლიტიკური, ჩვენი ეს პოლიტიკური ერთობა, პატრიოტთა ალიანსი და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფები, ქართულ ხალხს მივცემთ საშუალებას იმისა, რომ რეფერენდუმის პირდაპირი დემოკრატიის გზით განხორციელდეს ერისნება. ანუ ქართულმა ხალხმა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საკანონმდებლო და სხვა ცხოვრებისეულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოვლინებებში, რაც მოიცავს ჩვენი ერის ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრება, ქართველი ხალხი, ქართველი ერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავად განახორციელებს, ანუ თავად გამოხატავს თავის ნებას, თავად აღასრულებს თავის ნებას. და მაშინ თქვენ როგორი ქვეყანაც გინდათ, მოგეცემათ საშუალება, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, თუ თქვენთან ერთად, ესე იგი, სხვა მოქალაქეებს. გავიდა. ძალიან სამწუხარო, ახლა მე ნუ დამაბრალებთ, რომ გაგითიშეთ, ალბათ გაგეთიშეთ შემთხვევით, მაგრამ შეიძლება გაითიშა, კი ბატონო. ნამდვილად, ასე რომ ის არის ტყუილი, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რას ვთავაზობთ ქართულ ხალხს. ჩვენ თითოეულ გადაცემაში ვთავაზობთ, მაგრამ არა პოპულისტური რაღაცა სადაეგრძელოებისა და ლოზუნგების დონეზე, არამედ ვთავაზობთ ქართულ ხალხს რეალურ ქმედით იმ ნაბიჯებს, რითაც ჩვენ შევძლოთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. გასაგებია. დავამატებ რა მარტივად ამ ერთობას, პოლიტერთობას და კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსს დიდი ხანია ეს აქვს. ყველა მიდგომა სახელმწიფოებრივი მოწყობისა ინსტიტუციონალურად, ყველა სეგმენტი მიმოხილულია იქ და რეცეპტებია. დაწყებული სოფლის მეურნეობიდან დამთავრებული, რა ვიცი, რომელი სფეროთი დავამთავრო, გნებავთ ჯანდაცვით, ან პირიქით. ასე რომ, იქ პროფესიონალური კადრებით, რა თქმა უნდა, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებით და არა ჰიპოთეზებით, თქვენ თუ ხართ და ბრძანდებოდით ობიექტივის მაყურებელი და საერთოდ ამ ეროვნული ძალის, ასე ვთქვათ, თანამდგომი და თანამზრახველი, ნუ მხარდამჭერიც, ხო, ასე გამოდის, თქვენ გეცოდინებოდათ თავისთავად, თუ რა პროგრამებით, ასე ვთქვათ, გამოირჩეოდა ეს მართლაც ეროვნული ბირთვი. იქ ყველაფერი ზოგი რამ კლიპებად არის, ჩვენ არ დავზარდებით ჩვენს მოსახლეობას, ეს კვლავ განმეორდება, რადგან არ გამოვირჩევით მხოლოდ კრიტიკით. კრიტიკა კონკრეტულად ძალზედ ნაკლებად, კრიტიკას გაცილებით მეტად სალბუნს და წამალს მოვაყოლებთ ხოლმე. ან კრიტიკა და ანალიტიკა როგორ არ უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის ერთ-ერთი მთავარ ადგილზე და სათქმელი, როცა დღეს ქვეყანა და ქვეყნის მმართველობა კონკრეტულად კრიტიკას მართლა ვერ უძლებს და არც მოსმენა არ ასურთ. ასე რომ კრიტიკის გარეშე ჩვენ ვერ შევთავაზებთ ვერანაირ გამოსავალს. რამე თუ ჯერ უნდა ითქვას, რა არ არის მართებული, რა არ არის საქვეყნო და შემდეგ მოისმენთ რა არის საქვეყნო და ეს არაერთხელ მოუმოქმედებია და უთქვამს პატრიოტთა ალიანსს. მობრძანდი ძალიან. გისმენთ? გამარჯობათ. შეიძლება რომ ამიხსნათ ორი საკითხი. რამდენადაც მახსოვს მე ძალიან შორს ვარ იურისპრუდენციისგან პლებისციტსაც და რეფერენდუმსაც ნიშნავს ხელისუფლება. რეფერენდუმი ინიშნება მგონი 50,000 ხელმოწერით თუ მოსახლეობის მხრიდან და მე მგონი შეიძლება გაითვალისწინო. ამიტომ მინდა რომ თქვენ შემისწორო და ამიხსნათ. აი ეს მექანიზმი, ტექნიკური მექანიზმი მაინტერესებს, რეფერენდუმი ამ პლებისციტ როგორ ჩატარდება და მეორე შეკითხვა მინდა რომ მითხრათ პასუხი 4 აგვისტომდეა მგონი საბუთების ჩაბარება არჩევნებზე და თქვენი ირმას და დავითის პოზიციები მაინტერესებს. დიდი მადლობა და დიდი პატივისცემით. მადლობა თქვენ. იცით, რაც შეეხება მადლობა თქვენ უპირველესად რეფერენდუმსა და პლებისციტს შორის გააკეთეთ თქვენ შედარება, რა თქმა უნდა არის დიფერენცირება და ბრძანეთ რომ ხელისუფლება ნიშნავს. მე ჩვენ რატომ აღვნიშნავთ რომ ის რაც ასე ვთქვათ ჩვენი ეროვნული ერთობის
პლატფორმა, რომელსაც საუბრობ ჩვენ რეფერენდუმზე, კონკრეტულად 1921 წლის ერის ხელმწიფობის აქტზე, ეს იმ კონსტიტუციაში 52 მუხლად იყო და არის. კიდევაც 4 დღე იარსება ამ კონსტიტუციამ, რადგან ბოლშევიკები შემოვიდნენ. მთელი ევროპის იურისპრუდენციის დიდი ნაწილი აღიარებდა, რომ ეს იყო ძალიან დემოკრატიული, ძალზედ პროგრესული და უპირატესიც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებთან მიმართებაში. მას ზედ ნამუშევარიც აქვს ასევე 6 კაცს, 6 თაყაიშვილს და მართლა იმ იურისპრუდენციის კარუზოებს, რომლებმაც ასეთი დოკუმენტი, ესეთი ძეგლისდება, თქვათ ასეც დადეს. რაც შეეხება შემდეგ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას არ დასცალდა ამ მართლაც ეროვნულ პიროვნებას და ვიცით რაც დამართეთ პირველ პრეზიდენტს და კომისია ბარემ ვიტყვი იმ საკითხებითაც უნდა ინტერესდებოდეს თუ მას რეალურად კომისიად ყოფნა უნდა და ზვიადის შემდგომ კი შევარდნაძემ რეფერენდუმიც კი ამოიღო ეს უფლებაც კი არ დაუტოვა ქართველ ერს. შემდეგ სააკაშვილის პერიოდში იცით კონსტიტუცია მათი შესამოსელი იყო მანტია, რომელიც რეფერენდუმის თვითონ იყვნენ და უბრალოდ თვითონ წვეტდნენ რა დროს რა მოემოქმედათ და ასე შემდეგ აქ რა ვითარება იყო აღარ ფოკუსირდები. რაც შეეხება დღევანდელ რეჟიმს, დიახ, არ შემშლია რეჟიმს გრძელდება ჩვეულებრივად წინა რეჟიმის გზა და თქვენ ბრძანეთ ხელისუფლება ნიშნავს როგორ დანიშნავს როცა ამოღებულია ეს არის მისგან ფარატინა რაღაც ხუხულა მარტივად რომ თქვა დარჩენილი ეს ნამდვილად არ გამოხატავს ერის ნების უზენაესობას აქ არის манипуლირების საშუალებები კონსტიტუციაში როცა ჩაიწერება აი სწორედაც დაყრდნობით ბევრი დიდი ესე თქვა მართლაც დახვეწილი საკითხები იყო 21 წლის კონსტიტუციაში აი მასზე დაყრდნობით და არა კოპიო რა თქმა უნდა და ამ ხერის ხელმწიფობას იგივე რეფერენდუმებს მიენიჭება ასე თქვა თავისი ჩანაწერი და ეს ბერკეტი იქნება რა თქმა უნდა ხალხის მართლობისა თავისთავად ძალზედ კარგად და ძალზედ სახალხოდ იქნება საქმე და რაც შეეხება იმაზე იყო კიდე შეკითხვა იყო ხელმოწერების რაოდენობაზე ანუ აქ არის 25000 არა 50000 25000 ანუ დავუშვათ საინიციატივო ჯგუფი რაღაცა ორგანიზაცია ასე შემდეგ ანუ წამოაყენებს ამ დებულებას რაღაც საკითხს დასვამს შეაგროვებს 25000 ხელმოწერას დაინიშნება რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში მიიღებს ყველა მოქალაქე მონაწილეობას და ამით მივიღებთ გადაწყვეტილებებს ყველა აბსოლუტურად ყველა ყოლისმომცველ საკითხებში რაც ეხება ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებას რაც შეეხება კი ბატონო მადლობა რაც შეეხება არჩევნებს იქ ვადა თქვით ვადა ბრძანეთ თქვენ ეს ვადებით ძალიან კარგად იციან ამ პოლიტერთობაში ბატონმა დავით არხანმოურავმაც და ქალბატონმა ირმამაც ჩვენ თარიღებში და დროში ჩავეტევით ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა ვემორჩილებით ხოლმე კანონს და არა უკანონო ბრძანებებს ასე რომ თვითონ ხელისუფლებამ უნდა ინებოს და დრაკონული სივრცე უნდა გაანეიტრალოს. საერთოდ შეცვალოს თუ მას ნამდვილად სურს არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში და არ გქონდეთ წამოსაძახებელი წინა რეჟიმის წარმომადგენლებს რომ მიშამ თავისი ნებით დატოვა ხელისუფლება და გადმოგაბარათო და თქვენ აგერ ბატონო რა დღეში ხართო დიახ წამოსაძახებელი და დასამუნათებელი გაუჩნდა ძველი რეჟიმის არქიტექტორებს თქვენი მისამართით აბა რაღა გელაპარაკოთ დრო მე მგონი გვეწურება გეგა დიდი მადლობა უფალს შემოქმედს კვლავ და კვლავ ყველაფრისათვის ჩვენს ტელევიზიის შემადგენლობას სრულიად ვინც უზრუნველყო ჩვენი ეთერში ყოფნა ჩვენს რადიო მსმენელს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას ბედნიერი ხვალინდელი დღე უსურვოთ. მადლობა ყურადღებისთვის და ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და წყალობა. ამინ.